მთელი ეს ლაპარაკი იმის შესახებ, რომ არაუშავს თუ აღარ იქნება თავისუფალი მიმოსვლა ევროკავშირთან, არაუშავს თუ არ გვექნება ეკონომიკური ურთიერთობები და თუ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი გაჩერდება, ეს არის პირდაპირ სხვა სიტყვების მოძებნა გამიჭირდება ღალატი, აი ქართველი ხალხის ფასეულობების და მისი არჩევანის მხოლოდ იმისათვის, რომ ერთმა კაცმა და მის გარშემო ორგანიზებულმა აი მაფიოზურის მსგავსმა რეჟიმმა შეინარჩუნოს კონტროლი ამ პატარა ქვეყანას. საერთოდ შეიძლება სამართლიანიც ყოფილიყო, რომ თავისი პოლიტიკური ჯგუფისთვის ივანიშვილს ეწოდებინა არა ქართული ოცნება, არამედ ოლიგარქის ოცნება. იმიტომ რომ ოლიგარქის ოცნება არის ზუსტად ის, რასაც ის აშენებდა წლების განმავლობაში. ეს არის საკუთარი კერძო ქვეყანა, რომელსაც ის მართავს ერთგვარი შპს-სავით, ან საკუთარი რაღაც ზოოპარკივით, ან რაღაც აი ამდაგვარი ორგანიზაციისავით, სადაც ის ნებას აძლევს რაღაც გარკვეულ ჯგუფს ადამიანებისა, მოიპარონ, გამდიდრდნენ დანარჩენი ხალხის ხარჯზე, ოღონდ თუ ისინი ერთგულად ემსახურებიან მის ინტერესს და მისი კონტროლის ინტერესს. დღეს სამწუხაროდ აი ასეთ ეტაპზე ვართ. რაც, როგორც თქვი, არის ისტორიული ღალატი, ჩვენი მთელი განვლილი წლების განმავლობაში მიღწეული ყველაფრისა და როგორც თქვი, ეს არის ღალატი ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის და მისი ფასეულობების.